მოგესალმებით მეგობრებო, მოდკასტის მორიგი ეპიზოდიდან ძალიან საინტერესო სტუმრით დავბრუნდით. ძალიან მაგარი ბაიკით არის თან მოსული. ნიკა აბაშიძე მეგობრებო. სასიამოვნოა პირველ რიგში შენი გაცნობა. ჩემთვისაც სასიამოვნოა ძალიან. გიყურებ მთელი ოჯახით. მადლობა ძალიან დიდი. როგორ ხარ პირველ რიგში, როგორ მიდის შენი საქმე? მადლობა, კარგად. დავუბრუნდი ორ საბურავს. ერთი სეზონი ჩავაგდე შარშან და აგერ წელს დავუბრუნდი. ანუ აღარ ყავდა. არ მყავდა შარშან. მე შენი ვიდეოებიდან ვიცოდი, რამოდენიმეჯერ ნახსენები გაქვს, რომ მოტოთი მოძრავ, მოტოს ვატარებ, რაღაცა რამოდენიმეჯერ მომხდა ყურში. შარშან ერთი სეზონი გამომაზე რა. და ეხლა დავუბრუნდი. ხო. ეხლა დავუბრუნდი. მეორე და თან დავუბრუნდი ახალ სტილში. არასოდეს მე კრუიზერი არ მყოლია, სულ მყავდა სტრიტები და სკრამბლერები. არასოდეს კრუიზერი არ მყოლია და აგერ დაუბრუნდი კრუიზერის სტილში. ეხლა ვცდილობ ვეჩვევი. ჯერ ისევ მაინც სტრიტივით დამყავს. იცი რა, იმდენად მომწონს ვიზუალურად, რომ ხასიათის შეუთავსებლობას ვიტან. გამიგე? მაგრამ ამას მით უმეტეს ინდიანს რა, რაღაცნაირი ის აქვს. თავის ხასიათზე გადაყავხარ მე ნელ-ნელად რო თაგანმავლობაში. იცი რა არის, რა შევატყე, იცი? სტრიტივით დამყავს რა. აი ხა შენ ხომ მოდიხარ და მოტასაობ დასტოინად რაღაცნაირად და მიდიხარ მიხვალ ა პუნქტი და ბ პუნქტამდე და მე დავძვრები. აი როგორ სტრიტით დავძვრები, ისე დავძვრები რა და ცოტა ხასიათის შეუთავსებლობას ვხედავ. როგორც ჩანს, ვერ გადავერთებ. ცოტა გეპუტკუნება ჯერ მოტოციკლეტი. ხო, მანქანებში რომ ვერ ვეტევი, ნერვი მეშლება ხოლმე რა და სტრიჩეც კაც და აი ეგრე დავძვრებოდი რა და სკრამბლერი ძალიან მოგიხდებოდა, ისე პრინციპში ძალიან კი შენი ხასიათის მოტო არის და სკრამბლერთან კაი თავგადასავლები მქონდა სვანეთში ვარ სკრამბლერით ნაყოფი, ზურულზე ავედი, იმას კანატკის ბოლოში ავედი რა და მოსახურე პრესოლვა რო გავუხედე შენ ვაკ რა გინდაო რა და მეთქი გზა იყო ეგ არ არის გზაო მაგით სამაშველოები ამოდიან ძალიან კაია შენი ამ ამპლუაში ნახვა და მოდი ახლა ცოტა ვილაპარაკოთ ამ ინდიან სკაუტზე ზუსტად ვიცი შენი გადმოცემის უნარი და ზუსტად ვიცი როგორც შეგიძლია ისაუბრო ტრანსპორტებზე მე მოვყვე ხო ანუ მაინტერესებს კარგი მოკლედ ეს არის ინდიან სკაუტ კლასიკი რომელიც კონკრეტულად ეს მოდელი მინდოდა მე ძალიან და რატო ინდიან სკაუტმა 1904 წელს მიიღო თავისი საფირმო ფერი, წითელი ფერი და ზუსტად ეს მოტოა იმ ფერებში გაკეთებული, აი წითელი და თეთრი კომბინაცია ზუსტად ის არის და მე მიყვარს heritage-ს ეძახიან ამერიკელები მაგას რა და ინგლისელები ინგლისურ ენაში ხმარობენ ეს შთამომავლობით რასაც იღებ რა მემკვიდრეობა და მე ეს მემკვიდრეობა რასაც მოყვება ხოლმე ეგეთი რაღაცეები მიყვარს რა იმიტომ რომ აი როგორი რაღაცა იცი ინოვაციას ახლა ერთ ღამეში შექმნი მაგრამ მემკვიდრეობის შექმნას ჭირდება 10 წლეული და აგიტო მემკვიდრეობა ყოველთვის უფრო ფასობს ხო და აი მაგიტომაც მინდოდა ძალიან ეს რა მე ძალიან ვაფასებ ისეთ რაღაცებს რის შექმნასაც დრო ჭირდება რა და ამ ფერის და ამ ფერთა გამის შეხამების შექმნას რომ ეს კლასიკად ჩამოყალიბებულიყო და სტილად დრო ჭირდებოდა და მაგიტომ ძალიან ფერი არის რა თავისი ჭყიალები და თან ნახე ამისი რა მომწონს იცი ბევრ მოტოზე არ აკეთებენ დღეს ამას დატანილი არის ეს დაპრინტული კი არა დატანილი ნამუშევარი არა თავისი ნაკვთები აქვს მოტოს წარმოჩენილი მიუხედავად სიახლისა მაინც აი ეს ძველი იგრძნობა რა. კი, ეხლა ამ მოტოს მე რაღაცეებს, აი თქვენ ვიდეოშიც ვიტყვი ბარემ მაგათ რომ სპოილერად რომ რაღაცეებს დავუმატებ. იქ ჩანთები ჭირდება, იქ ჭირდება და მე მგონი დადგება ისაც უნდა. სიამოვნებით ვიხილავდით, შენი გადმოცემის უნარი მოგწონს და სიამოვნებით ვიხილავდით შენგან რაღაც მოტო კონტენტს ხანდახან მაინც აი ესე ჩაურთო, იმიტომ რომ მიზეზი ყავს სასწაული. სხვათა შორის გუშინ გაჩნდა ეგ თემა რა, ერთმა ბიჭმა მომწერა. ძალიან მაგარი BMW-ს R18 ყავს აწყობილი. აჰა. ულამაზესი მოტოა. აი, იცი რა გემოვნებით ყავს აწყობილი. აი, რაღაცა მეტი რო არ შეიძლება, ასე რო შეხედავ რა, ხო? მეტი ყოველთვის შეიძლება. და მაგ ბიჭმა მომწერა და იქნებ რამე გადავიღოთო ვიდეო რა და თავიდან უთხარი რომ მეთქი მოტო ჩემი საქმე არ არის თქო, მე არ მიყვარს ცურის ჩაყოფა იქ რაც ჩემი საქმე არა. მაგრამ ის მოტო მომეწონა იმდენად რა, რომ მეთქი ოკეი, დავფიქრდები, იქნებ რამე მოუფიქრო თქო და აი იმ მოტოს ალბათ 99% გადავიღებ, იმიტომ რომ ულამაზესი მოტოა რა. გავიკატავთ ცოტა, აბა. ბაზარი არა, გავიკატავთ.
დავიწყებ ტრადიციული შეკითხვით, ნიკა. შენი პირველი გადაკვეთა თუნდაც ბავშვობიდან მოტოსთან, პირველი ემოცია, სად ნახე, ფილმი იყო, ლაივში ნახე, არ ვიცი, ნუ როგორც იყო. ეგ მაინტერესებს, ძირითადად ყველა ისე ყვება, რომ ნუ რა ვიცი, ბავშვობიდან მიყვარს და მეც ვერაფერს ვერ ვიღებ და რას ველოდები ამ შეკითხვიდან? მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ნახოთ ჯერ ასე. ხო, აი მე ნამდვილად გეტყვი განსხვავებულ პასუხს და რატო ეხა. არასოდეს არ მიფიქრია მოტოს ყველაზე მე. სრულიად შემთხვევით მაქვს მოტოს მართვის მოწმობა. მოკლედ, ჩემი ძმაკაცი და თანამშრომელი იყო ერთი ბიჭი, რომელიც მოტოს გამოცდაზე ვერ იღებდა რა მართვის მოწმობას. მოტო ყავდა და ერთი სამჯერ ჩაიჭრა. და მე ვუთხარი რომ წამომეთქი ლაშა თქო, შენ თვალწინ მე ავიღებ მართვის მოწმობას თქო და შენს გაგიმარტივდება და აიღებ. და ასე და ამგვარად წავედით. ერთი დღე ვიარე იმაზე მოტოზე რომ რა გავაკეთო თქო, მასწავლეთ თქო უთხარი რა. და წავედით ჩავაბარი ავიღე, მაგის წინ გავედი რა და როგორ დაინახა რომ მე ავიღე, თვითონაც გავიდა ეგრევე აიღო და 2019 წლის 19 დეკემბერს ავიღეთ ორივე მართვის მოწმობები მოტოსი. ვა, ანუ ახალი ამბავია და ეს ბავშვობიდან არ მოდის, ეს მოტოს მიმართ შეყვარული. ახალიც აღარ არის მამეთ 6 წელი გახდება მალე, მაგრამ ნეგა ჩვენი ასაკის ხალხისთვის მაინც ახალი ქვია. ხო, მაგხრივ კი. და მე ეგეთი რაღაცა მოხდა, რომ 2020-ში ბაქედან 7 თვეში ჩემი ძმაკაცისგან გადმოვიბარე მოტო, სვარტპილენი ყავდა სკრამბლერი, ახალი. იმისგან ვიყიდე მოტო, წამოვიყვანე და აი მანდ უკვე მივხვდი რომ მისწორდებოდა მაგრად რა და სულ მოტოთი დავდიოდი. მანქანით ნაკლებად დავდიოდი. ძალიან კარგი. მე მაგ მოტოთი მთელი საქართველოს მოვიარე რა. აი ეგ ისტორია მაინტერესებს. სვანეთში ვიყავიო, ამბობდი ისეთ ადგილას, სადაც ანუ ბორბალი არ არის ნამყოფი. ხო, სვანეთში ვიყავი, მოტოთი ჩავედი სვანეთში, ჯერ მესტიაში და მე ზურულზე ავედი. ეს არის სასრიალო კანატკარო არის რა, ქართულად ვერ ვიხსენებ როგორ ქვია. ხო. ხო, საბაგირო. მაგის ბოლოში რა, სულ ბოლოში, აი ხედი ფოტოებს აიდანაც იღებენ ხოლმე. და გაკურებულები მიყურებდნენ მომსახურე პერსონაჟი, შენ უაგო რა გინდაო და მეთქი რავი აი გზა იყო ამოეთქო. ეგო გზა არ არისო, კაცო, ეგ არის სამაშველო ამოდის ხოლმე მაგზითო და ეხა აქედან რას აპირებო და მეთქი იმ გზით ვეღარ ჩავათქო, ეხა ძალიან ცუდი გზაა თქო და სხვა გზით უნდა გამიშვა თქო და ტყე ჩამოვედი 1-4 ჯერ დავეცი, მაგრამ ავედი და ჩამოვედი კაროჩე რა. ამ დაცემიდან მოდის ახლა შემდეგი შეკითხვაც. რამე ისეთი შემთხვევა თუ გახსენდება, ცოტა ცუდი ესე. არასოდეს არ წავქცეულ ვარ მოტოთი, იქ დაცემას რაც გულისხმობ, იცი, აი რომ მოვდიოდი რა, აი 3 კმ/სთ-ით რომ მოდიხარ და მოტო გადაგიტრიალდება, ცუდ დაღბარცე, მაგ დაცემას ვიძახი თორე. კი, ანუ ერთნაირად ვართ მე და შენ მაგაში. ხო, არასოდეს არ დავცემულა. მეც მხოლოდ მოტოსიმძიმის გამო ადგილზე თუ წამქცევია, ისიც იმიტომ რომ მიუჩვეველი რო ვიყავი მძიმე მოტოს რა. მეც ის ყავდა კაფე რეისერად გაკეთებული 150-იანი, აი არც სკრამბლერი იყო, არც კაფე რა, რაღაცა შუაში, ხელით ნაჩალიჩები, ეგეთი რაღაცა ყავდა თავიდან და იმის მერე ეს ძალიან მემძიმა. და ადგილზე წამექცა ხოლმე რაოდენიმეჯერ. ხო, წონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე სტრიტი რაც ყოლია ყველაზე კარგი. ჩემი მოტო იყო Street Triple 154 კილოა მშრალი წონა რა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სუბუქი იყოს მოტო. ესეც ახლა 240 კილოა და ფიქრობდი რომ რაღაცა მეთქი არ გამისწორდება თქო, მაგრამ იმდენად სუბუქად იგრძნობა სიარულში რომ საერთოდ არ ეთქობა რა. ჯერ ერთი ისედაც არ არის 240, ძალიან მძიმე და პლუს მოძრაობაში სიმძიმის განაწილება ისეთი მაგარი აქვს მაგ მოტოს, ველოსიპედივით არის მართლა. კი, სტრიტივით ვატარებ. ნუ ეხლა უნდა გადავიდეთ YouTube-ზე ყველა ვარიანტში. ის ვიცი რომ შენი ძირითადი საქმიანობა უფრო ბიზნესია, მაგრამ ძალიან კარგი დამხმარე, ასე ვთქვათ, საშუალება არის YouTube-ი შენი ბიზნესისთვის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნუ რეკლამა და ასე შემდეგ. YouTube-ერობის დაწყება მაინტერესებს შენი ისტორია და საიდან მოგივიდა ზოგადად ეგ იდეა და სურვილი და ხალისიც რა. მოკლედ მთელი ბავშვობა მევასებოდა Top Gear-ი და სულ ვოცნეოდი რომ აი მაგის წამყვანი ყოფილიყავი რა, ძალიან მევასებოდა და მე 2016 წელს
გავიაზრე, რომ არასწორ ქვეყანაში ვიყავი, მაგ მხრივ დაბადებული თორე ისე სოფლიოს საუკეთესო ქვეყანაში ვარ დაბადებული, მაგრამ მაგ მხრივ შეუსაბამო ქვეყანაში ვიყავი დაბადებული და ავდექი და გავაკეთე ჩემი ვლოგი. 2016 წლის აპრილი იყო ეს. და მაგის მერე დავიწყე და რაღაცეებს ვაკეთებდი. მე 2018-ში დავიშვენე, იმიტომ რომ ქარუზე გადავერთე და 3 წელი საერთოდ არ ვჩანდი და 2021-ში დავბრუნდი. ანუ პაუზაც ჰქონდა დიდი. კი, 3 წლიანი პაუზა მქონდა. თავიდან როგორი იყო? აი 2016-ში YouTube-ს მე მაქსიმუმ გამოვიყერებდი ალბათ მუსიკის მოსასმენად და არანაირი ქართული კონტენტი არ ამგონია რომ ცოდნოდა. თავიდან როგორი იყო მაყურებლების ჩართულობა, აქტიურობა, თუ ფიდბექს თუ გრძნობდი მაგ დროისთვის? იცი როგორ არის? თავიდან, როდესაც ეგ იყო ჩემი ასე ვთქვათ, მინდოდა რომ საქმიანობა გამხდარიყო რა, თავიდან. თავიდან მეგინდოდა ანუ. თავიდან მეგონა რომ მინდოდა რომ ჩემი საქმიანობა ეგ ყოფილიყო და რომ მოვსინჯე. მე მივხვდი რომ ბიზნესი უფრო მაინტერესებდა რა, იმიტომ რომ ბიზნესში იმხელა ინტერესს ხედავდი რომ გული მწყდებოდა რომ იმას მაზავთქო. 2016-ში YouTube-ზე არ დამიწყია, მე ეგ დავიწყე Facebook-ზე და YouTube-ზე უბრალოდ ვიდეოებს ვდებდი იმას, რასაც Facebook-ზე ვდებდი. აჰა. თავარი პლატფორმა იყო Facebook-ი და YouTube-ს ვახმარდი რა. ხო. და YouTube-ი რო კაი ტიპი იყო და მომავალი ქონდა რა საქართველოში. მაგაზე ვაფშე ბელაპარაკა 2010-ში ჩემი ჯგუფელი და მითხრა რომ აი იუთუბერები არიანო დიდფულს შოულობენო 2010-ში. და მეთქი კაი ბიჭო რა დიდფულს შოულობენ იუთუბერები არა ის ვიდეოს გადაღებაში ფულს მოგცემს და რაღაც. ეგეთი ვიყავ. ხო და მე არ მივაქცია ყურადღება და ეს 2016-ში ეს ბლოგი რო დავიწყე და რაღაცა მაშინ ესე ბლოგები არ იყო რა. საავტომობილო ბლოგი ჩემი იყო მარტო მით უმეტეს და დანელია აკეთებდა კიდე რაღაც 1-2 ვიდეო დადო YouTube-ზე და 2017-ში ნიკაო არ გინდაო რომ YouTube-ზე გადახვიდეო, იმიტომ რომ იქო საინტერესოა YouTube-ის გამომწერი მაინც სხვა არისო და რაღაცებს მიხსნიდა რა. მეთქი ბაი, ხო, შეიძლება, მაგრამ ამ შეიძლებას მე უკვე ქარუს თემას დაიწყო და შესვენება მომიწია. ეხლა ანუ კონტენტ კრეატორობაში გავაერთიანოთ ეს შეკითხვა რაც დაგისვი და Facebook-იც მოვიცვათ მაგით, მოდი არა მარტო YouTube-ი და მართლა ფიდბექი 2016-ში მაინტერესებს ძალიან. Facebook-ზე თუ იყო რამე ისეთი ანუ მნიშვნელოვანი თუ მიხვდი რომ ამით შეიძლება რამის კეთება. ხო, 2016-ში იცი როგორ იყო, მეც ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი ბოლომდე. მე უბრალოდ ჩემს ბავშვობის მუღამს ვისწორებდი, რომ მანქანების შესახებ მინდოდა საუბარი. საუბრობდი და ვდებდი ამ მანქანების ვიდეოებს და მორჩა. არ უყურებდი იქ რა ხდებოდა, ვინ როგორ რეაგირებდა რაღაცა რა. ხო და პროსტა დამუღამებული მქონდა ერთი რომ ესეთი რაღაცა არსებობს რა მანქანების განხილვაში. რომ თუ გინდა რომ მაყურებელი ყავდეს, უნდა აიღო და ძვირადღირებულ მანქანებზე ილაპარაკო ცუდი. იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას ამ ძვირადღირებული მანქანების ყიდვა არ შეუძლია და როდესაც შენ ეუბნები რომ ეს არც ისე კარგია როგორც შენ გეგონა, წყნარდება შინაგანად ფიქრობს რომ ხედავ შეიძლება არც მჭირდება და თავს კარგად გძნობს. ხო და ფსიქოლოგიური ხრიკია ერთგვარი და. ხო, ანუ ფსიქოლოგიური მომენტი მქონდა დაჭერილი თოფგირიდან რა და ეგ რო გავაკეთე, ნახვები მქონდა საკაიფოდ YouTube, Facebook-ის ვიდეოს. მაგრამ მე YouTube-ზე რო გადავედი, კაკრას როგორც კი გადავედი, მან დავანებე თავი, იმიტომ რომ საქმე იყო მისახედი რა და მაგას მე საქმედ ვერ აღვიქვამდი, იმიტომ რომ ინტერესი არ მქონდა, თორე ისე საქმე არის, ხალხი ცხოვრობს მაგითი რა, უბრალოდ ჩემთვის არ არის. ჩემთვის ჰობია. მოდი ახლა წავიდეთ ელემენტარიუმში, იქ დავსხდეთ და იქ გავშალოთ არაჩერი თემებიც. სანამ იქ მივალთ, მეგობრებო, არხი გამოიწერეთ აუცილებლად და დიდი მადლობა მინდა უთხრა GoPro Club Georgia-ს. აი მისთვის რომ quadlock-ი გვაქვს, ერთმანეთთან კონტაქტი შეგვიძლია, სტუმართან კონტაქტი შეგვიძლია ტარების დროს და არხი გამოიწერეთ. არხი გამოიწერეთ, მეგობრებო. არხი გამოიწერეთ. სანამ გავაგრძელებთ პოდკასტს, მანამდე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩემი მეგობრები, გარაჟი 31 და M-Custom-ი. გარაჟი 31 არის სახელოსნო, პროფესიონალი ხალხი მუშაობს, თავის საქმის მოყვარული, რაც თავარია უყვართ, რასაც აკეთებენ. მორბორბლიანებს ძალიან გვერდით მიდგანან
იმიტომ რომ ნუ თავის საქმის პროფესიონალები არიან და შესაბამისად ვანდობთ ხოლმე ჩვენს ტრანსპორტებს იმ ხალხს. ძალიან დიდი მადლობა ამ ხალხს გვერდით დგომისთვის. თუ რამე კეთდება ვლოგებში, რასაც ხედავთ ჩემ მოტოზე, ყველაფერი მაგათი გაკეთებული არის და M custom-ი რა თქმა უნდა, რის გარეშეც მარტო სახელოსნო დიდად არ იქნებოდა მომხიბვლელი, იმიტომ რომ რამე გჭირდება ნაწილები, ჩაფხუტი, ეკიპირება, ყველაფერი აქვს. განსაკუთრებით კლასიკური მოტოები, ვისაც გიყვართ, იმისთვის ძალიან ბევრი რამე აქვს კარგი და საინტერესო. ძალიან მაინტერესებს შენი ბიზნესების შესახებ პირადად ჩემგან რო გავიგო. ძალიან საინტერესო სქემები არის და აი სელუთი დავიწყოთ. დავიწყოთ სელუთი. მოკლედ, სელუზე არის ეგეთი რაღაცა ჩვენ ვისაუბრეთ, სანამ ეს ვიდეო დაიწყებოდა და მაქედან გამომდინარე პირველი რაც უნდა ვთქვა ვიცი. ესე იგი. სელუზე არის ეგეთი რაღაცა, რომ სელუს იდეა არის იმაში, რომ კარგი ნივთები და ძვირადღირებული ნივთები აღარ ქონდეთ მხოლოდ მდიდარ ადამიანებს და მივცეთ ყველას საშუალება და შანსი, რომ ქონდეთ ეს მდიდრული ნივთები. აი მაგალითად iPhone-ი სიტყვაზე ახლა ეს შეიძლება არ არის ძალიან მდიდრული, მაგრამ iPhone-ი ის არის რაც ბევრს უნდა, ხო? iPhone-ი რომელიც ღირს $1000 შეგვიძლია განვათავსოთ სელუზე და გამოვცემთ 1000 ცალ $1 ბილეთს. ნუ თავისთავი რომ ამოიღოს. ხო, 1000 ცალ $1 ბილეთს, ეს არის ის ფასი, რაც გამყიდველს უნდა რომ მიიღოს. ამ ბილეთებს იყიდიან. თვითონ არ ყიდით. არა, გამყიდველები ვიყიდიან. ამ ბილეთებს იყიდიან ადამიანები. და ამ ბილეთების ფლობელიდან ერთ-ერთი გახდება ნივთის მეპატრონე. ნივთის მეპატრონე, ძველი მეპატრონე. არა, ლოტარია არ არის, კაკრას და რატო ეხა გეტყვი. ნივთის ძველი მეპატრონე წაიღებს იმ $1000 და ნუ ესენი გადაწყვეტენ ვინ იყოს ნივთის მეპატრონე თვითონ. ლოტარია რატომაც არ არის, მთელი იდეა არის იმაში, რომ პროცესია ისეთი, რომ არც ალბათობაა შიგნით გამოყენებული და არც თამაშის რაიმე ელემენტი. ზოგადად ლოტარია გემბლინგი განმარტებით ასევე, რომ აი ვიღაცა თუ გეტყვის, თუ გკითხავს, რომ აი მაგალითად რა არის გამრავლება რა? გამრავლება არის, როდესაც ერთ რიცხვს აიღებ იმდენჯერ, რამდენიც არის მომრავლი და ანუ ეტყვი რა, არის შეკრება, არის ერთ რიცხვს დაუბატებ მეორეს. ეგრე ხო განმარტა? მასე თუ განმარტავთ ლოტარიას და გემბლინგს, მივიღებთ ეგეთ რაღაცას, რომ ლოტარიან გემბლინგი არის აქტივობა, რომელშიც გამოყენებული არის ან ალბათობა, ან კამათელი, ან ბანკო. ხო, ნუ ალბათობა. და ხო, ალბათობა უნდა იყოს, ან კამათელი, ბანკო, ეს რულეტკა და ეგეთი რაღაცეების თუ არის, ეგეც ხო? ხო. ანუ ძალიან კაფიო განმარტება აქვს ლოტარიას და გემბლინგს. იმიტომ რომ ესენი იწვევს მიჩვევას ადამიანისას და აზარტული თამაში არის, და გემბლინგი იმიტომ ქვია, რომ შენზე არ არის დამოკიდებული შედეგი. არც ლოტარიაში, არც გემბლინგში. აქ თავიდან ბოლომდე შენზეა დამოკიდებული შექმედებაზე შედეგი, როგორც ფეხბურთში, მაგალითად და ჭადრაკში. თითოეულ ამ ბილეთის მეპატრონეს აქვს განსაზღვრული რაოდენობა ბიდების, მაგალითად 5 ბიდი. და ამ ბიდების განთავსება ხდება. ეს წინასწარ აცხადებ ხოლმე, რომ იქნება 5 ბიდი თითო ადამიანზე. კი, ამ iPhone-ზე მაგალითად ერთ ბილეთს მოყვება 5 ბიდი და რამდენ ბილეთსაც იყიდი, იმდენჯერ 5 ბიდი გექნება რა. ყველა ხედავს ვის რამდენი ბიდია. ბილეთის რამდენიც გინდა, კიდევ საშუალება გაქვს? არა, ლიმიტები გვიდევს, რომ ისევ ვიღაც ძალიან ფულიანმა ძალიან ფულიანმა 51% არ იყიდოს ლიმიტების სიტყვაზე და იმენა ლიმიტები გვიდევს, მაქსიმუმ 5%-ს ყიდვა შეუძლია სადღაც ხოლმე თვითონ რა. აი ძალიან კარგი ვარიანტი. კი, თითოს აქვს ეს ბიდები და ამ ბიდების განთავსება ხდება. ეხლა ამ ბიდების განთავსება როგორ ხდება რა? ირჩება ტაიმერი 4 წამიანი და ეს 4 წამიანი ტაიმერი ყოველ ბიდზე რესეტდება. იწევს თავი. კი, შენ რო იტოვე და 4 და ბიდვის შემთხვევაში ალბათ, ხო? 1 ეგრეა რა. მე რო ვიტყვი 4 3 რა 4 არა 3 2 1 და პლუს 1 ბონუსი. ყოველ ბიდზე იწევს თავი. კი, ყოველ ბიდზე იწევს თავი. როდესაც ტაიმერი ჩავა ისე 4 წამს რომ არავინ დაბიდავს, სისტემა შეხედავს ბოლო ვინ იყო ბიდერი და იმისია ნივთი. კი ბატონო. კაი ჩასაჯდომი და გასართობი რაღაცაა. კი, ანუ თავიდან ბოლომდე სტრატეგიული აქტივობაა და ეხლა ეს რით განსხვავდება გემბლინგისგან. რატოა მნიშვნელოვანი? გემბლინგში აი ბოდიში ეწამი სანამ მაგაზე გადავალთ, მაგალითად მე ვყიდი შენს საიტზე, ხო? ეს ხო შეუძლებელი ამბავია, მე ვარ გამყიდველი, ვყიდი ჩემ ტელეფონს და ისე ჩავიდა ეს ტაიმერი, რომ ის თანხა არ ამოიღო რაც მე მინდოდა მიმეღო შენგან. ჯერ თანხას იღებს რა და მე ეს შენი წაგება არის. ხო, ეხლა შევშლით მაგას და ეგეთ რაღაცას ვეუბნებით რა, გამყიდველებს ახლა მალე ეგრე იქნება, რომ ჩვენ აუქციონს მაინც ჩავატარებთ, იცოდე
და რა თანხაც ამოვა, აჰა. ან იმ თანხად გაატან, ან ღირებულების 10% გექნება ჯარიმა, გადაიხდი და არ გაატან. აჰა. გამიგე? მაგალითად ტიპს უნდა 3000 ლარად რაღაცის გაყიდვა. ხოლო და 1000 გამოვიდა 2000 ლარი რა. 300 ლარს გადაიხდი და არ გაატანო თუ გინდა და ამ 300 ლარად გამარჯვებულს აქამდე არ იყო ეგრე. აქამდე არ იყო და ეს 300 ლარი გამარჯვებულისთვის იქნება ანაზღაურება. თუ აქამდე ეგრე არ იყო, შენ ანუ ბიზნესია, ეგ გართობა ხო არ არის, მაგით შენ უნდა ააკეთო ფული, შენი ბიზნესია და წაგებაში არ ნახე არა, წაგებაში არა, იმიტომ რომ აუქციონს არ ვატარებდით თუ შეგროვებული არ იყო რა და გაგიდული თუ არ იყო უკვე ბიზნესი. ზოგჯერ აუქციონი უქმდებოდა, ზოგჯერ გადაიდებოდა და ასე შემდეგ. აჰა, გასაგებია. და ახლა იქნება ისე რომ აღარ გადაიდება, ანუ აუქციონის გადადებებს ამოვიღებთ. აჰა, всё, ხო გასაგებია. და ჩატარდება აუქციონი, გაწყობს თანხა გაატანე, არ გაწყობს ჯარიმა всё, გადაიხადა. მარტივია, всё. ანუ ეს მეგობარმა ამიხსნა დაახლოებით, მაგრამ შენგან გაცილებით გადაგავიგე, რა თქმა უნდა. ქაროს რაც შეეხება. ხო. ქარო არის სერვისი, სადაც აი თითქმის მანქანაზე რაც შეიძლება ჭირდებოდეს ადამიანს, ნებისმიერ სერვისს იღებს. ხო. ქაროს იდეა არის ის, რომ შენ თვითონ არია რომ მანქანის გასაკეთებლად გაატან, გაიკეთებენ, მოგიტანენ რა. ხო, კომფორტის ამბავი არის. აქვე ხო, ფაქტობრივად კონსიერჟია მანქანისთვის რა. იდეაში მთელი იდეა მაგისი ის არის, რომ მანქანა არ უნდა აკეთოს მეპატრონემ რა, იმიტომ რომ მანქანის შეკეთებას, კარგად შეკეთებას კი ჭირდება სპეციალიზირებული ცოდნა. რის გამოც ხელოსნები ხშირად ატყუებენ ხოლმე და ქარო არის რომ ოკეი. შუამავალი გიჩდება, რომელიც გიცავს. აჰა, გასაგებია. და ხელოსანი ვეღარ მოვაწყობს. გარანტიებს თქვენი გძლევით? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხელოსანი ჩვენთან საგარანტიო თანხას აჩერებს თავისას, თუ რამეს ცუდად გაიკეთებს, გვეუბნებით ჩვენ გადავამოწმებთ, თუ აღმოჩნდა რომ ხელოსნის ბრალია, იმის საგარანტიო ფულს ავიღებ და გამოგისწორებთ რა. ხოლო თუ აღმოჩნდა რომ არ არის იმის ბრალია, შენი ბრალია, უცხო ხელოსნებთანაც არ გექნებათ კონტაქტი, უკვე გაცნობილი გეყოლებათ და არა, ჩვენ მარტო იმასთან ვაკეთებთ, ვისაც საგარანტიო თანხა უდევს ჩვენ. არავის არ ვენდობით, არაზოდეს ჩვენ საგარანტიო თანხა დაიდება და მე ვენდობით რა. ოკეი, ანუ ხელოსანმა უნდა დადოს. ყველა არის თავის თავზე პასუხისმგებელი რა. ოკეი, კაი, ის იმის ფული მიდევს მე. გააფუჭებს რამეს? იცის რომ პატიოს არის თამაშია შეიძლება ითქვას. გააფუჭებს რამეს, იცის რომ მის ფულს ავიღებ და უნაზღაურებ კლიენტს, ამიტომ არ გააფუჭებს. ხო, რა თქმა უნდა. ან არ მოკიდებს ხელს თუ არ აქვს გაკეთების თავი. ფიხებზე დაკიდების პრინციპით არ მიუდგება, იმიტომ რომ თუ სხვა შემთხვევაში ვიღაცა ხელოსანია, არაკეთებს ინდისიერია, რომელიც იცის რომ თუ რაღაცა მოხდა მაგალითად შემოუტრიალებს კლიენტს, როგორც თვითონ უნდა ისია რაღაცა დააჯერებს, იცის რომ ჩვენთან ეგ არ მოხდება, იმიტომ რომ მაგალითად ახლა აი რადგან აქ ვართ თან ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს ჩვენ ამ სფეროდან ამ სფეროსთვის ანუ ბევრია უკვე ეს ადამიანი რა შეიძლება ზოგადად YouTube-ისთვის არ არის მაგრამ ჩვენ ისეთ სფერო ვართ ცოტა ჩაკეტილი სფერო ვართ და ხელოსნები ბევრი არიან კარგი ბიჭები მოტოციკლეთის მაგალითად მოვიდა გითხრა რომ აი მე დავდებ ისევე როგორც მანქანის ხელოსნები რამდენად აქვს შანსიც შენთან მუშაობს იცი რა მოტოებზე იმის თემა ჩვენ არ გვაქვს რომ წავიყვანოთ მოტო და გავუკეთოთ იმიტომ რომ მოტო ძალიან სპეციფიური თემაა ძალიან კომპეტენტური ადამიანი ჭირდება კომპეტენტურზე არის შეფასებაზე რა მოტო რა სპორტულ მოტოს რო ვიასას გაატან ის ნელა ბერიულის გადამზიდით შეიძლება ჩვეულებრივ ხო და გადამზიდით და ეგეთი რაღაცეებით კიდე კონტაქტი იცი რატო აი ხა ეგ ძალიან მომეწონა ეგ ამბავი იმიტომ რომ იცი რა არის თუ ის ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს უკვე და თავისი ფული აქვს უკვე დადებული მანდ ეხა ძმაო ის გარდამეცვალა და იქ რაღაცა და ის რაღაცები ეგ ვერ იქნება გაიგე და საქართველოში რა სამწუხაროდ რა სახელიც აქვს უმრავლესობა ხელოსნებს ეგ დამთავრდება ძალიან მალე იმიტომ რომ თუ ადამიანი იტყვის რომ ანუ всё ეს არის ჩემი სამსახური და არა ის რომ ну ვაკეთებ ხოლმე ფულს ამით ჭალებში რა ეგეთი არ იქნება სამსახურად ვაღიქოს უკვე პროფესიონალიზმი აიწევს ხო არა ჩვენთან ეგ დამთავრებულია უკვე და ჩვენ მოხმარებლებსაც სწორედ რომ ეგ მოწონთ რომ არ უწევთ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა რომელიც არის უპასუხისმგებლო ეს სათლით არის აძებნი ისე ხო შუაში რო აგერ ფული დევს რამეს გააფუჭებს ის აგერ ფული დევს აიღებს კი ბატონო ის ადამიანი აუნაზღაურდება არ დაიჩაგრება მოკლედ მომხმარებელი რა. მე ხა მოტოს ვატარებ და ორადორი ადგილი ვიცი, სადაც აი თვალდახუჭული შევიძლია ვენდო, ერთი არის წყალტუბოში, მენსკეივი და ერთი გარაჟი 31, აი სადაც არასდროს არ მომსვლია. ну, მენსკეივი ახალი გახსნილია, მაგრამ მანამდეც მქონდა გიგასთან ურთიერთობა რა, ვინც საკეთებს, არასდროს არ მომსვლია იმათა რამე ეთქვათ.
ან ვადა გადაეწიოთ, ან არ გაიკეთებიოთ, დაჟე იმაზე კარგად როგორც ველოდებოდი. კი, არა, რა თქმა უნდა, არიან ეგეთი ხელოსნებიც, რომლებიც დისციპლინირებულად სამაგეროდ სხვა ადგილებში დავდიოდი და საშინლად ბევრ ფულს მახარჯინებდნენ. თურმე მე აღმოჩნდა, რადგან მე არ ვიცი კარგად ეხლა ეს ნაწილებში ვერ ვიყავი, 40 ლარიან საქმეზე, ანუ რომელიც თავისი ხელით გააკეთა იმ ადამიანმა, ვინც იყიდა ის მოტოციკლეტი. ხო, მესმის კი. შემდეგ იყიდა მოტოციკლეტი, რაზეც 1.600 ლარი მქონდა დახარჯული და მაინც ვერ გავაკეთეთ ის რაღაც. 40 ლარი გააკეთა თავისი ხელით. კი, აი ეგეთი რაღაცები არის რა და ჩვენთან ახლა ეგეთი რაღაცები ვერ ხდება, იმიტომ რომ დამიჭირეს გოიმი. ხო, ანუ ვერ მოგატყუებს რა, იცის რომ ხელოსანმა თუ რამე გააფუჭა, იქიდან მოუწეს ანაზღაურება და მორჩა. ჩვენიერია ეს თემები დავხურეთ და მე გავიგე ყველაფერი, მეგობრებო, რავი. ძალიან გასაგებად იყო ყველაფერი ახსნილი. იცი რა არის, ნებისმიერ YouTube-ის, ანუ სტილები ქვია ალბათ, ხო, ზოგი არის მოტოვლოგერი, ზოგი ავტო, ზოგი სტრიმერი, რაღაცა თითქმის ერთად ბევრ რაღაცას აკეთებენ. შენთან მარტო ძმაკაცს ხედავ ხოლმე და სხვებს იმდენად ვერ ვამჩნევ და ხო. რატო ისი ბრალია, რამე კონკურენციის ამბავია თუ რა არის? არა, მე არავის კონკურენტი არასოდეს არ ყოფილა, ყველასთან მინდოდა ყოველთვის მეგობრობა. ერთი კაცი ვერ იტყვის, რომ რაღაცა ცუდად გამიკეთებია იმასთან, პირზე დავადგები ნებისმიერს. მე ჩემთან ვინმე მოვა და მეტყვის ის რომ მითხრას, რომ შენ ტყუი და მე მართალი ვიყავი შენთან, ვერ მოხდები. იმიტომ რომ არ ყოფილა ეგეთი არასოდეს. უბრალოდ პრაქტიკებიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ზოგი რო აკეთებდა ეგრე რომ სხვებთან არ ჩანდა და მაგის გამო რომ იძახდა რომ რატო არ ჩასო, მართალი ყოფილა ის ზოგი რა და მეც გადავწყვიტე რომ საერთოდ აღარ გავეკარო ვინმეს თუ ისეთი ტიპი არ არის რომელთანაც გამონაკლისს დაუშვებ რა ესე რომ კოლაბორაციები ვიღაცებთან ვაკეთო აღარ ავდგები და ჩემით გავაკეთებ გავაგრძელებ მარტო იშვიათ გამონაკლისებში გავაკეთებ ხოლმე კოლაბორაციებს არავის რო არ ეწყინოს იმიტომ რომ ესე ჯობია რა ანუ მუშაობს კოლაბორაციები ეს ხო ოკეი გასაგებია მაგრამ მე ამ კუთხით საერთოდ არ უყურებ არც გეკითხები მაგას ანუ როგორც მაყურებელი ძალიან საინტერესოა რა და სახალისოა და ნუ რა არის იცი ანუ ცუდად არ გაიგო შეიძლება შენ გააკეთო სხვადასხვა მანქანაზე აი მე მაგალითად უყურებ აი ის მომეწონა ძალიან რაღაც რუსულ მანქანაში Lexus რო იწვა რუსული მანქანა აუ რა კაი იყო ჩემი როგორ მომეწო აი ჯიგარი ხარ ვიცე გააკეთო ხო შეიძლება ბევრი რაღაც ეგეთი გააკეთო მაგრამ შენი ლექსიკა შენი თხრობის მანერა ისეს ანუ მაინც შენ ხარ მარტო აი იქ რო ვიღაცები უცებ წკავ იშთებიან ძალიან საინტერესოა რა კი, იმიტომ რომ ნუ შეიძლება რაღაც აზრები დაიჯახოს ერთმანეთს, რაღაცა წკავ და მე ლაპარაკი მიდის და კაი საყურებელია. კი, ცალსახად საინტერესოა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ხდება ხოლმე ისე ყოველთვის, რომ ეგრე აეწყოს რა. მაშინ ერთი არხი უნდა გქონდეთ, ერთი გუნდი უნდა იყოს და იქ აკეთოთ რა და მასე კიდე ვინმე არ არის ახლა ისეთი, ვისთანაც ეგ შეიძლება ვაკეთო, მე სიამოვნებით, ძალიან დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი კოლაბორაციებს ადამიანებთან, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც პრაქტიკა მაჩვენა რომ ჯობია შენთვის იყო რა და ზედმეტ თავის ტკივილს თავი აარიდო და ამიტომ ჩემთვის ვარ და იშვიათად თუ ვიღაცასთან ერთად გავაკეთებ მარტო მეც დარწმუნებული ვიქნები ძალიან იმ ადამიანში და იმასთან ერთად გავაკეთებ. ანუ ხარ ვწდებით ვაკაცის გარდა ვერ ვიხსენებ ვერავის. არა, ეხლა მარტო ძმაკასთან ერთად თუ გავაკეთებ ხოლმე გავაკეთებ, კი ბატონო და არის კიდე ერთი-ორი იუთუბერი ვისთანაც შეიძლება გავაკეთო თუ ეს ინტერესი გაჩნდა თუ არა და დანარჩენი ყველას მოვერიდები ხო იმიტომ რომ ვიღაცასთან ისამახ რა არა უბრალოდ მირჩევნია რომ ჩემით მივახცე მივხვდი რომ პრაქტიკაში ეგ უფრო მუშაობს რა აჰა მეგობრებო კიდე ერთი რაღაც თქვა მინდოდა თქვენთვის ძალიან მინდა გლოვოს ან ვოლტის ან რამ ეგეთის კურიერი ყავდეს თუმრად ოღონდ რა თქმა უნდა იყოს ძალიან კარგი მოსაუბრე იუმორის შეგრძნებით რომ ისტორიები მოყვეს აი რაც ხდება აქ იმიტომ რომ ჩვენ ცოტა ჩხუბივით გვაქვს რაღაცა თითქოს რა კურიერებთან გიჟებებით დადიან ისეს და აი მათი მხრიდანაც მინდა რომ რაღაცეები მოვისმინო და თუ ვინმე ნახავს ამას აუცილებლად დაწერეთ ან მირჩიეთ ვინმე კი გაი ძალიან საინტერესო იქნება კურიერის თვალით დანახული და მოყოლილი ეგ ამბები მე სიამოვნებით მოვუსმენდი მაგას. ხო და თან ანუ თუ ერაწყლიანი ადამიანი იქნება განსაკუთრებით ეგეც ვეძებ, ახლა მოწყენილი არ მინდა რავი რა ვქნა. ხო, არა, მოწყენილი არც მუშაობს ზოგადად. რა ეს ხიარული და პოზიტივი უნდა ხალხს რა, პრობლემები საკუთარი წყופეს. Yes. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მაგო. როგორ გეკადრება? პირიქით მადლობა. გამეხარდა პირველ რიგში შენი გაცნობა. ამომძურავ ინფორმაცია მივიღე, რაც მაინტერესებდა იმებზე. მადლობა ჩემს. იქ ეხა კიდე ცოტა არ ჩაგეკითხე, არ გავამწვავე სიტუაცია, თორე შემომაწოდეს იდეები, რა შეიძლება მეკითხა, არა არ ჩავამწვავე.
სანამ მოურჩები, კიდე შენთვის მაქვს პატარა მოკრძალებული საჩუქარი. ეს არის ბარბერშოპ ემპორიუმისგან ვაუჩერი, რომ ერთხელ მიხვალ წერს თმას რაღაცას გაიგეთებ, ნახავ როგორი ადამიანები არიან და როგორი პროფესიონალები. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. არაფრის მადლობა შეესტუმრობისთვის. მოვდა იმედია ჩვენი მხარეც გაიზრდება, იმედია ჩვენც გავბევრდებით და მეც ვეცდები მეგობრებო, რომ ისეთი კონტენტი ვაკეთე, რომ მხოლოდ მოტომოყვარულებისთვის არ იყოს. ნუ რა თქმა უნდა, მაგის ირგვლივ და მუსიკის ირგვლივ ვიტრიალებ, იმიტომ რომ ნუ იარაღიც კაი ხო, ჯანდაბას. ეგ სამი რაღაცა არის, რაც ჩემია და მე მომწონს რომ ვაკეთე. გამოიწერეთ არხი აუცილებლად. გამოიწერეთ და ლაიქეთ. და ბევრი საინტერესო სტუმარი იქნება კიდევ ისევე როგორც ნიკა იყო. მადლობა. მადლობა, ძმაო, დაანდით.